ევროკავშირი ჩემთვის არის თავისუფლება, თავისუფალი ხმა, თავისუფალი არჩევანი, ევროპული განათლება, ხარისხიანი განათლება, რომელიც შემიძლია გამოვიყენო ჩემს საყვარელ პროფესიებში. ევროკავშირი ჩემთვის ასოცირდება მშვიდობასთან, სადაც დაცულია ნებისმიერი ადამიანის უფლებები, განურჩევლად რასისა თუ რელიგიისა თუ ორიენტაციისა. წლების განმავლობაში საქართველოს ევროკავშირისგან იღებს დიდ ეკონომიკურ დახმარებას. დაახლოებით 30 წელზე მეტი გავიდა, რაც პირველი ეკონომიკური დახმარება მიიღო საქართველოს ევროკავშირისგან. ევროკავშირი ჩემთვის იმ სივრცესთან ასოცირდება, სადაც ადამიანს აქვს პიროვნული განვითარების საშუალება. ეს არის ის სივრცე, სადაც შენ შეგიძლია მიიღო კარგი განათლება, გქონდეს დაზღვევა, გქონდეს კარგი ხელფასი, გქონდეს ნორმალური სამუშაო საათები, გქონდეს ჯანდაცვის სფეროს კარგი სერვისები და იყო განვითარების გზაზე ყოველთვის და არასოდეს არ შეწყვიტო. ევროკავშირი ჩემთვის არის ის ადგილი და სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია მყარად. ევროკავშირი არის ის ადგილი, სადაც ადამიანს არ განშიან თავიანთი რელიგიის, გენდერისა თუ წარმომავლობის მიხედვით, რადგან აქ ყველა ადამიანის უფლება დაცულია და ყველა ადამიანი თანასწორია. 2008 წლის ომის დროს საქართველოს ევროკავშირისგან 500 მილიონ ევროზე მეტი დახმარება მიიღო, რომელთა უმეტესი ნაწილი დაიხარჯა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელის მშენებლობაზე და ასევე წლების განმავლობაში უამრავი ახალგაზრდა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ევროკავშირის პროგრამების დაფინანსების წყალობით იღებს განათლებას. რუსეთი არის ჩემთვის ბოროტება, სხვისი დაწერილი სცენარი, რომელთაც მიწევს ცხოვრება და არაფერი პირადი არ მაქვს, არც სივრცე, არც რელიგია, არც თავისუფლება, არც ხმა და არც არაფერი. რუსეთი ათობით წლებია საუკუნეს ცდება ეს ჩვენი მტრობა. ჩვენთვის კარგი თითქმის არაფერი არ გაუკეთებია, ყოველთვის იყო ჩვენი მტერი, ყოველთვის ცდილობდა ჩვენს განკონტროლებას, ძალადობით, ამიტომ ჩვენი მომავალი უეჭველი არის ევროპაში. ევროპის საპირისპიროდ რუსეთი არის ბოროტებისა და ძალადობის სივრცე, სადაც ადამიანს არ გააჩნია არანაირი უფლება. განსაკუთრებით ქალებს მინდა მოუწოდო არჩევნებზე მისვლისკენ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, ძალიან დიდი გზა გავიარეთ იმისთვის, რომ ქალებს ქონოდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ჩემი აზრით, თითოეულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, პრივილეგია, ასე გაუსვამ პრივილეგიას ხას, რომ გვაქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება და იმ აზრის გამოხატვის უფლება, რაც გვინდა და იმ არჩევნის დაფიქსირების უფლება, რაც გვინდა რომ გქონდეს მომავალში. ყველა ადამიანს მოუწოდოთ, რომ წავიდნენ არჩევნებზე. 26 ოქტომბერი არის ისტორიული დღე, როდესაც საქართველოს მომავალი შეიცვლება. ისტორიული მომენტი გვიდგება 26 ოქტომბერს და აუცილებლად ყველამ უნდა მოვიხადოთ, ჩვენი ბალი კი არა, ვალდებულები ვართ, რომ მივიდეთ არჩევნებზე. წლევანდელი არჩევნები არის განსაკუთრებული, რადგან პირველი არჩევნებია ჩემთვის და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, რადგან წლევანდელი არჩევნები გადაწყვეტს საქართველოს მომავალს, იქნება ის ევროკავშირისკენ თუ რუსული ჭაობისკენ.